რეპრესიები და რეჟიმის იარაღად ქცეული თემიდა. ყველა მიმართულებით აქტივისტი ადამიანების დევნა მიმდინარეობს. აქციებში მონაწილე ბრალდებულთა საქმეებში დაზარალებულიც და მოწმეც პოლიციაა. ოხანაშვილის ჩვენება არ იწევს თქვენ შეეჭვს ქალბატონო ანა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა და ამ დრომდე დაუსჯელი სამართალდამცველები, რომლებსაც ბრალდებულები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. გონებას კარგავდა, ითიშებოდა რაღაც მომენტში ამ ტკივილებისგან და დარწმუნებისგან. დაემუქრა კონკრეტულად ესეთი თითით, როგორც ჩვევიათ, რომ შენ ნახე რას გიზამი. ისე იქცეოდნენ, რომ წაშალეს ყველანაირი ზღვარი პოლიციასა და კრიმინალს შორის. პოლიტიკური მოტივით დევნილი პატიმრები სტუდია მონიტორს ციხიდან დაუკავშირდნენ. ფიზიკურად უსწორდებოდნენ თავისთან შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. მე მაწამეს, მაგრამ ვერ გავიგეს. არ არსებობს იმაზე დიდი ტირანია, ვიდრე კანონისა და სამართლიანობის სახელით შენიღბული რეჟიმი. ეს სიტყვები ნობელიანტ დისიდენტს და ჟურნალისტს მარია რესას ეკუთვნის, ქალს, ვისი წიგნითაც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ბზია ამაღლობელი სასამართლოში გამოჩნდა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 50-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ აღძრა. ამ მოქალაქეებს ერთი რამ აერთიანებს: საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. მათ უმრავლესობას პოლიციელზე თავდასხმას ან ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. დღეს სტუდია მონიტორი რამდენიმე პატიმრის შესახებ გიამბობთ. მათი საქმეების შესწავლისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებში არაერთი უზუსტობაა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან მოყოლებული შიმშილობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ერთხელ მითხრა ისიც, რომ რაღაცა ამ თვის ბოლოს შეიძლება დაიკავებინათ, ამას ამბობდა, რომ თვის ბოლოსთვის ბევრი რაღაცა უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ ვიცი, რომ რაღაც პროცესები დაიწყება. გამოცემა ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე 11-12 იანვრის მოვლენებს დეტალურად იხსენებს. იმ დღეს მზია ორჯერ დააპატიმრეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით, ხოლო მეორედ პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. იმ დღეს ბათუმის პოლიცია აქციის მონაწილეებისადმი განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩეოდა. ამასობაში აღმოჩნდა ასე, რომ ამ პოლიციელების გარემოცვაში და იქვე გაჩნდა ეს დგებუაძეც. ძალიან ახლოს ვიდექით მე და მზია ერთმანეთთან. მე აქეთ რაღაცას ვუყვიროდი ამ პოლიციას, რატო აკეთებთ ამას, ერთად ეს ამასობაში იყო იქ. ჩემი მიმართულებითაც, ჩემს მიმართაც სცენაცეთი უშვერი სიტყვებით გინება, ლანძღვა და დავინახე სილის გაწვნა. პროკურატურამ დაზარალებულად ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ცნო. ამაღლობელს კი ბრალი 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა. ეს მუხლი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში წერს: ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის პირობებში მიიმალება და არ გამოცხადდება სასამართლოში და საგამოძიებო ორგანოში. ბრალდების მხარის ეს მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა. თუმცა 2024 წლის 14 იანვრის განჩინებით სასამართლო იზიარებს პროკურატურის პოზიციას დანაშაულის განმეორებით ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის ნაწილში. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით პატიმრობის შეცვლის შესახებ სარჩელი ქუთაისის სააპელაციო მწარმოებაში არ მიიღო. ძალიან სასტიკია სამართლის სისტემა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას აბსურდად აფასებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, როცა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა პატიმრობის გამოყენების შესახებ, თუ რატო არ შეიძლებოდა უფრო ნაკლებად შემზღუდავ ახკვეთის ღონისძიების გამოყენება მზიასთვის. ამავდროულად სასამართლომ სრულად აბსურდულად შეაფასა
მზიას პიროვნებასთან დაკავშირებული რისკები. სისხლის სამართლის ამ საქმეზე პროკურატურიდან მოგვწერეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურორის არგუმენტაცია სრულად არის წარმოდგენილი შესაბამის შუამდგომლობაში, რომელიც გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერ. საიას თავმჯდომარე და მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რის გამოც ჟურნალისტს ბრალი წარუდგინეს, რეალურად სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ეს არის ის მუხლი, რომელიც ამ შემთხვევასთან საერთოდ არავითარ შემხებლობაში არ არის და ამას ადასტურებს როგორც კანონმდებლობის შინაარსი, ასევე ამ მუხლის შინაარსი, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ამ მუხლზე და უფრო სხვა მუხლებთან მიმართებითაც დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ის ქმედება, რომელიც მოხდა მზია ამაღლობელის მხრიდან გაშლილი ხელის შეხება ირაკლი გებუაძის სახეზე, ეს არ წარმოადგენს დანაშაულს და ამის გამო არ შეიძლება ადამიანი ისჯებოდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეთერ თურაძე და ნონა ქურდოვანიძე გვიყვებიან, რომ პირველი დაკავების დროს მზია ამაღლობელის გაღიზიანება პოლიციის განყოფილებაში ნანახმა ძალადობამ გამოიწვია. იგი აქციის მონაწილეებისადმი არასათანადო მოპყრობას პირადად შეესწრო. მოგვიანებით ირაკლი გებუაძის შეურაცხყოფის სამიზნე თავად გახდა. ამ კადრებში სწორედ გებუაძის მუქარა და გინება ისმის. მას ასევე ჰქონდა ფიზიკური ანგარიშწორების მცდელობა და სხვა თანამშრომლები პოლიციის აკავებდნენ მას და რამდენჯერმე ხელი შეუშალეს ამაში. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა დასრულდა იმით, რომ ირაკლი გებუაძემ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს, ასევე მისი ბრძანებით მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის მიღების შესაძლებლობა. არასათანადო მოპყრობის გამო მზია ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ. რატომ არ მოქმედებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასე ვთქვათ, მყისიერად, ეფექტურად და რატომ არ აქვს დღემდე მზია ამაღლობელს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი? იმიტომ რომ ეს სამსახური სინამდვილეში არ არის დამოუკიდებელი და ის ექვემდებარება მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკას, რეპრესიულ პოლიტიკას. დაკავების პირველივე დღიდან მზია ამაღლობელის კოლეგები მის გათავისუფლებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ სხვადასხვა უწყებების შენობებთან. ჟურნალისტების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე უფლებამოსილება შეუჩერდეს ირაკლი გებუაძეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოცემა ბათუმელებს მისწერა, რომ მოწმის სახით გამოკითხულმა 10-მა პოლიციელმა და ირაკლი გებუაძემ ამაღლობელისადმი არასათანადო მოპყრობა უარყვეს. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი გებუაძისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას შესახებ გამოცემა ბათუმელებს არაერთი მასალა გამოუქვეყნებია. გამოცემის მიმართ მუქარა ამ ორი პოლიციელისგან მზია ამაღლობელის დაკავებამდეც ისმოდა. ასევე 2022 წელს სტუდია მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა გრიგოლ ბესელიაზე. რამდენიმე დაზარალებული ინტერვიუში გვიყვებოდა, რომ ბესელია თბილისში მუშაობის დროს მოქალაქეებისთვის ეგრეთ წოდებული ჩადების საქმეების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სისტემამ დაავალა ის, რომ რაღაცა ქმედებები უნდა განეხორციელებინა ჩვენს წინააღმდეგ და ეს მათთან თანხმობაში ჰარმონიაში მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ მათ ვამხელდით ხოლმე, მრავალგზის ვამხელეთ, როგორი მოძალადეები არიან ისინი არ არიან პოლიციელები. ერთი მათგანი განსაკუთრებით საერთოდ ვერ აკონტროლებს თავს, არ შეუძლიათ გებუაძეს თავის კონტროლი. ეს 2023 წელია, როცა რუსი ტურისტები სავსე კრუიზს ბათუმის ნავსადგურში პროტესტით დახვდნენ. პოლიცია ანტირუსული აქციების შეჩერებას ცდილობდა. 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს კიდეც. ამ პროცესს სწორედ ბესელია ხელმძღვანელობდა. მის ყოველ ნაბიჯს კი ბათუმელები ამხელდა. ეს გამოცემა 2001 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მიუკერძოებლად მუშაობს. არაერთი საერთაშორისო ჯილდოც მიუღია. მზია ამაღლობელი ისევ შიმშილობს. იგი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. 6 თებერვალს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ მაკკეინის ინსტიტუტმა მზია ამაღლობელი პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა. ირაკლი გებუაძე არის ღირსეული პოლიციელი, მე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადაუხადო მადლობა.
მე მაწამეს მაგრამ ვერ გავყავს მე დამაკავს რა თავისუფლება ვერ დამაკავს ჩემს ესენი ვერ წაართმევენ თავისუფლებას ის აი აქაც აი ამ კედლებშიც აქაც თავისუფალია 32 წლის აქტივისტი საბას ხვიტარიძე ორი თვეა რაც სასჯელ აღსრულების მე-6 დაწესებულებაში განაჩენის მოლოდინში იმყოფება იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს საბას ხვიტარიძე ციხეში ამ კადრებზე ასახული დაპირისპირების გამო აღმოჩნდა. ვიდეოში ჩანს როგორ აწმის სილას შავებში ჩაცმული მამაკაცი ახალგაზრდა ქალს, რის შემდეგაც საბა მას დარტყმით იგერიებს. ხვიტარიძეს პროკურატურა 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით უყენებს ბრალს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალდებული აქტივისტის სანახავად ციხეში ახლა დედა და ძმა შედიან. ეს მკაცრი რეჟიმის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაა, სადაც საბას ხვიტარიძე საკანში სრულიად მარტო იმყოფება. ვერ მიიღებდა საბა ვერანაირად მაგას, რომ ესე ეძალა და ქალისთვის ვინმეს. მაგ ამბავით რომ არ ყოფილიყო და თუნდაც აი ქუჩაში ელემენტარული გამვლელი ყოფილიყო ქალზე ძალადობას არავის არ დატოვებდა უყურადღებოდ და უპასუხოდ, იმიტომ რომ ჩემი შვილისთვის ეს პირადად ყველაზე მეტი შეურაცხყოფაა, როგორც მამაკაცისთვის, როგორც ადამიანისთვის. მე გამოვედი ქორთიარ პერიოდიდან. პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე ამ საქმის მოწმეა. ყველაფერი 4 დეკემბერს მოხდა. საპროტესტო აქციის პარალელურად, როცა ქორთიარ მარიოტში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იმართებოდა. თავისუფლების მოედანზე იმ დროს პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. თეონა გვიყვება, რომ შეხვედრიდან გამოსულებს შენობასთან სამოქალაქო შავ სამოსში ჩაცმული რამდენიმე მამაკაცი დახვდა. მათ შავი ნიღბები და პირბადეები ეკეთათ. დაცვის მხარის გამოკითხული მოწმეებიდან არც ერთი არ ადასტურებს, რომ უცხო პირები მათ პოლიციელებად გაეცნენ. ერთ-ერთი მათგანი თეონას თავის ნაცნობი ეგონა. ეგრეთ წოდებული კაპიშონის ქუდზე მოვკიდე ხელი და ჩამოვხადე. და ამ დროს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად ეს ადამიანი მოტრიალდა და მთელი ძალით დამარტყა სახეში, სილა გამეწნა, მას არანაირი პოლიციელისთვის დამახასიათებელი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ქონდა. არც ტანსაცმელზე, საერთოდ არანაირად, თავიდან ბოლომდე ერთ-ერთში ჩემს აღქმაში ის იყო რიგითი ტიტუშკა, რომლებიც გვინახავს ჩვენ არაერთხელ. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ საბას ხვიტარიძემ უცნობი დარტყმით მოიგერია. როგორც შემდგომში განმარტა, არ იცოდა, რომ ისინი სამართალდამცველები იყვნენ. ბრალდებაში ვკითხულობთ, მირიან ქავთარაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა საბას ხვიტარიძე. კერძოდ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რამაც ქავთარაძის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურორი როინ ხინთიბიძე აღნიშნავს, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რასაც ადასტურებს მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და ბრალდებულის პიროვნება. თავისუფლება რეჟიმის წვერს, თავისუფლება მზია. პატიმრობის ნაცვლად ადვოკატი 10,000 ლარიან ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 28 იანვარს გამართულ პროცესზე პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნატო ხუჯაძემაც. აი წარმოიდგინეთ რა სიტუაცია, იქ პოლიციელები თუ არიან შეგრებილი, პირველ რიგში მოქალაქეებს რა უნდა უთხრან. მოქალაქეებს უნდა უთხრან, რომ გაჩერდით, ჩვენ პოლიციის თანამშრომლები ვართ. ნუ არ გვაქვს კანონს. და იმის ნაცვლად, რომ ეს სიტყვები ყოფილიყო პირდაპირ ეთერში გასული, ისინი აგინებდნენ იქ მოქალაქეებს. ანუ მათი ქცევა დაპირისპირებამდე და დაპირისპირების შემდეგაც იყო კრიმინალური. ბრალდების მხარეს მეტი გზა არ დარჩა, რომ ამ საკუთარი მოწმეებისთვის, პოლიციელებისთვის ეთქმევინებინა, რომ ჩვენ როცა მივედით, უთხარით, რომ პოლიციის თანამშრომლები ვიყავით. სტუდია მონიტორმა ციხიდან საბას ხვიტარიძის წერილი მიიღო. იგი გვწერს. სასამართლო და პოლიცია გასულია კანონის ჩარჩოებიდან. დამიჭირეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ტიტუშკა.
იძალა და ქალზე, გვაგინებდა და იწევდა ჩვენ საცემრად. რა დროსაც მე მოვიგერიე მოძალადე ტიტუშკა, დავიცავი თავი და ჩემს გარშემო მყოფი ხალხი. იმის მაგივრად რომ მოძალადე დაეჭირათ, მე დამიჭირეს. პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს ჩემს წინააღმდეგ. ბრალდების მხარეს ხვიტარიძის საქმეში 4 პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა. მათგან ერთ-ერთი მირიან ქავთარაძე დაზარალებულადაა აღიარებული. თეონა ჭალიძის თქმით, იმ დღეს მას სახეში სწორედ ქავთარაძემ დაარტყა. ქავთარაძე თბილისის პირველი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2023 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა. ქავთარაძესა და ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება აქამდეც დაფიქსირებულა. ეს 2023 წლის სექტემბრის კადრებია. კადრში მირიან ქავთარაძე ჩანს. მაშინ იგი გლდანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში იგი თავადაა ჩართული. საბას ხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს რიკოთის გვირაბში დააკავეს. იგი მამასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გასვენებაში მიდიოდა, როცა პატრულმა მათი მანქანა გააჩერა. ხელმორგილები ეჭირა ხელში. ეგრევე ეჭირა და ვერ მივხვდი ახლა ესეთი რაღაცა რა ხელმორგილი პატრული მორბის დაუბედურება ან წარუდგენე ან წარუდექი უთხარი ან რაზე გაგავებან ან იწვალა ბევრი რომ არც გაუწევია საბას წინააღმდეგობა ძლივს დაადო უგუღმა დაადო მე ხედები უკან მოუტრიალეს და ისე დაადეს მე ტელეფონი ჩამომართვეს გამთენიისას იგი თბილისში პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. საბას ხვიტარიძე ყვება, რომ დაკავების დღეს ამ შენობის მეხუთე სართულზე მას ნიღბიანი პირები გამეტებით ურტყამდნენ. აღიარებითი ჩვენების მისაღებად ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი მალევე განმეორდა ამ შენობის მერვე სართულზე მდებარე გამომძიებლის ოთახში. საბას ხვიტარიძემ ჩვენებას ხელი მაინც არ მოაწერა. 24 დეკემბერს საბას ხვიტარიძის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ციხეში დაწერილი წერილი. იგი არაადამიანურ მოპყრობას აღწერს. მირტყამდნენ გვერდებში და თავში. ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხვას ცდილობდა. ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა. შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი. პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი. მე ვეუბნეოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა. პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა. ეს ბიჭები თავის საქმის ექიმები არიანო. ეს ფაქტი არის ჩემთვის უმძიმესი ფაქტი. გონებას კარგავდა, ითიშებოდა რაღაც მომენტში ამ ტკივილებისგან და დარტყმისგან და შემდეგ ისევ იმეორებდნენ და ისევ აგრძელებდნენ. მომხდარიდან თვენახევრის თავზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საბას ხვიტარიძე დაზარალებულად ცნო. გამოძიება ძალადობით ან იარაღის მუქარით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო, მაგრამ ადვოკატის განმარტებით ამ საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. აქტიურად ჩვენ მოვთხოვეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ამოიღო ვიდეო ჩანაწერები, ამოიღო პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელის ვიდეო ჩანაწერი, ვისთან ერთად შედის საბას ხვიტარიძე. მეორე საკითხი, უნდა დაიკითხონ აუცილებლად ამ საქმეში არსებული გამომძიებლები. დამკავებელი, ანუ დაკავების ოქმი ვინ შეადგინა და მთავარი გამომძიებელი. და რატომ? მათ უნდა თქვან ვინ მოიყვანა საბას ხვიტარიძე იქ. და როდესაც ჩვენ უკვე გავიგებთ ვინ მოიყვანა, უკვე მათი გამოკითხვის საშუალებაც მოგვეცემა. რაღაცა ნიშნით, რომ მარტივად მოხდარ იყო მარგინალიზება, რომ საია სისხლის სამართლის ანალიტიკოსი ამ უწყების მუშაობის ხარისხს აკრიტიკებს. მით უმეტეს თუ საქმე პოლიციელების მხრიდან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. როდესაც დადგა ამ სამსახურის დამოუკიდებლობის შეფასების ტესტი და ეს იყო სწორედ ეს მოვლენები, აქციები, რაც ჯერ კიდევ 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენებს შეეხო, შემდგომ 2024 წლის გაზაფხულის მოვლენები და ეხლა
წარმოუდგენელია, რომ ერთი პირიც კი ვერ დაიდგინათ, მათ და გამოეძიებინათ და ერთი პირის მიმართ მაინც ვერ დაიწყო შემდგომ უკვე პროკურატურას დევნა. და სწორედ ეს არის, რაც ცალსახად გვათქმევინებს, რომ ეს ორგანო არის უკვე შეთანხმებული სხვა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან და სხვა ორგანოებთან, ხო, სასამართლო ბრალდების და ეს ორგანოც რაღაცა ორკესტრირებულად მუშაობენ და მოქმედებენ. საბას ხვიტარიძე 2020 წლიდან თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ადმინისტრაციული წესით ერთხელ უკვე დააკავეს. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პერიოდში კი გზის გადაკეტისთვის გამოუწერეს ჯარიმა. დღეს საბას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საბას ხვიტარიძის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს და სახელმწიფოს მისი გათავისუფლებისკენ, ასევე წამების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ბატონო პროკურორი, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე, თქვენ რომ თავს დასმოდნენ და თქვენთან ერთად გომი ქალისთვის სახეში დაერქვათ, საფრთხე შექმნიდა თქვენს მეგობრებს და თქვენ თავს აუწევთ და არც არ მოიმოქმედებთ? გაატარებთ თავზე ძალადობას და გიებას? აი ეს არის თქვენი სამართლიანი სამწუხარო. აქტივისტების დევნა აქციებზე და სერიული დაკავებები პროტესტის ჩახშობის მიზნით. პოლიციის ჩვენებები მთავარი იარაღის სასამართლოს ხელში. აქციის მონაწილეების დაკავება და მოწმეებად პოლიციელების გამოყენება ახლა არ დაწყებულა. ამ პრაქტიკის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება სტუდია მონიტორმა 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულთა საქმეების შესწავლისას მოამზადა. სტუდია მონიტორმა აღმოაჩინა, რომ იგივე პრაქტიკა იკვეთება 2024 წლის გაზაფხულზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ვიდეო რეჟისორის გიორგი ოკმელაშვილის საქმეშიც, რომელსაც ბრალი 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ჰქონდა წაყენებული. სამთებერვალს მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი ოკმელაშვილის ცნობილი იქნეს დამნაშავეს საჯერის სახით აზრმა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. შავ მიღბირანი ბანდის წარმომადგენლები გამოეყოფოდნენ პოლიციის კორდონს და იწევდნენ დემონსტრანტებზე ძალადობას. ზუსტად ქმედებამ პირველად იმაზე, რომ ეს ადამიანები უშუალო სიტყვებით გვანძრავდნენ, რაც ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის წარმოუდგენელი იყო, პოლიციელი მგონია, რომელიც იცავს წესრიგს და რომელიც იცავს სუსტებს. გიორგი ოკმელაშვილი წლების განმავლობაში არაერთ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, თუმცა გადამწყვეტ დღედ 13 მაისის პროტესტი იქცა. აქცია გაუთენეს საქართველოს, როცა პარლამენტთან ღამის თევის შემდეგ ასობით მოქალაქე პოლიციამ დაარბია. ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს ქუჩაში დააკავეს. მისი მეუღლე თამთა ჩხეიძე აქციის დღეს იხსენებს, სადაც იგი თავადაც იმყოფებოდა. და იყო აი შეხლა შემოხლა, რომ აი ეს ერთი მხარე იდგა, მეორე მხარე იდგა და აი ეს სიტუაცია იყო ზუსტად, რომ ესე ვიღაცას ტელეფონში იყურებოდნენ, ვიღაცას არჩევდნენ, შეითრევდნენ, ცემდნენ, ოღონდ მარტო იმ ადგილას არა, ესე ბოლომდე მიყვებოდა ცემაც სადღაც ჩასვამდნენ და მე მიყავდათ პოლიციაში. იგი ასევე იხსენებს, როგორ დაემუქრა უცნობი პოლიციელი გიორგი ოკმელაშვილს აქციაზე. მუქარიც ფაქტიც იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დაემუქრა კონკრეტულად და ესეთი თითით, როგორც ჩვევიათ, რომ აი შენ ნახე რას გიზამ. ამ საქმეში დაზარალებულად აღიარებული პოლიციელი საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ალექსანდრე ოხანაშვილია. მოწმეებად ბრალდების მხარემ კიდევ 2 პოლიციელი გამოგითხა. მათი ჩვენებები იდენტურია. 175-180 სანტიმეტრის სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის საშუალოზე გრძელი წვერით, სქელი სახის ნაქვთებით და კეხიანი სქელი ცხვირით, წერს ალექსანდრე ოხანაშვილი ჩვენებაში.
იდენტური სიტყვებითა და თანმიმდევრობით აღწერენ გიორგი ოკმელაშვილს სხვა პოლიციელებიც. ბრალდებაში წერია, რომ გიორგი ოკმელაშვილმა ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყრი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ალექსანდრე ოხანაშვილმა მიიღო დაზიანება და განიცადა ტკივილი. პროკურატურა მთავარ მტკიცებულებად ამ ვიდეო ჩანაწერს იღენებს. ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სისუსტედ დაზარალებულად აღიარებული პოლიციელის გამოკითხვის ოქმს მიიჩნევს. მისი თქმით, პოლიციელს ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთი არ ის ვერ ხედავს მის სურგს უკან განვითარებულ მოვლენებს და მეორე მისი ჩვენება, მისი ინფორმაცია, რომელიც გამოკითხვის ოქშია დაფიქსირებული, გადამწყვეტი გახდა იმ თვალსაზრისით, რომ მასთან შედგა ამოცნობის ოქმი, რად როსაც დაზარალებულად ცნობილმა პირმა ამოიცნო გიორგი ოკმელაშვილი. ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, მისი ინფორმაცია, რომ თითქოს გიორგი ოკმელაშვილი და კონკრეტული მონაცემების ფიზიკური მონაცემების მქონე პირია, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეს პირი დაენახა. ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ ოკმელაშვილის ქმედება იყო აუცილებელი მოგერიება, რადგან აქციის მონაწილეების მიმართ პოლიცია იმ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი ამ საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს. გიორგი ოკმელაშვილი თქვენ იცით, რომ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან შეიძლება ხელი მოიქრია და ნამდვილად მოხვდა ერთ-ერთ პოლიციელს. თუმცა შეიქმნა ესეთი ვითარება, რომ არსებობდა იმ წუთიერი საფრთხე, რომ ნებისმიერ კორდონ გადმოლახულ პირს, პოლიციელს, შეგვიძლია ასე კრებსითად უწოდოთ, ეძალა და კონკრეტული პირის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსში 22-ვე მუხლი იგივე აუცილებელი მოგერიება ასეა განმარტებული. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. მთელი ღამის განმავლობაში იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ იქ რაიმე თარბევა იქნებოდა, ანუ რაღაც სპეციალურ ძალას გამოიყენებდნენ საპოლიციო ძალები. ჟურნალისტებს ყოველას მქონდა 2024 წლის 13 მაისის დილას განვითარებული მოვლენები ჩვენ პუბლიკის ჟურნალისტთან ერთად გავიხსენეთ. ბასტიმ გალობლიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც დარბევას აშუქებდა. ამ საქმეშიც ერთ-ერთ ვიდეო მტკიცებულებად ადვოკატმა გამოცემა პუბლიკის მასალა წარმოადგინა. პარლამენტის შესასვლელი იყო თავისუფალი და მოქალაქეები პოლიციის მოწოდებას რომ გაეთავისუფლებინათ ეს ადგილი დაემორჩილინენ. აი სიტუაცია გახდა ძალადობრივი, მაშინ დაიძაბა სიტუაცია, როდესაც აი არსაიდან სრულიად მშვიდ გარემოში გარკვეული ჯგუფი გამოეყოფოდა პოლიციელთა ჯგუფს და იწყებდნენ მოქალაქეების დაკავებას და დღის შუქზე კამერების წინ სასტიკად უსწორდებოდნენ. საქმეში არსებული მასალებიდან კითხვას ბადებს ის ფაქტიც, რომ ფაქტობრივად მთელი საქმე ერთ დღეში მომზადდა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაც ალექსანდრე ოხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე ერთ დღეში გაიცა. ერთ დღეშივე გამოიკითხა სამივე პოლიციელიც. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში მყოფ გიორგი ოკმელაშვილს დავუკავშირდით. იქ მხოლოდ ხელისკვრა იყო მოგერიება, არავისთვის დამირტყამს, ხალხის დაცვას ვცდილობდი. აქციიდან სახში რომ დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ ალბათ ვიღაცები მაინც დაიჭირეს და ბოლომდე ყველა ვერ დავიცავი მეთქი. არ მქონია არავითარი განცდა, რომ რამე უკანონობა ჩავიდინე და აქედან გამომდინარე, არც მიფიქრია, რომ დამიჭერდნენ. რაც შეეხება ჩემს აქტივიზმს, უსამართლობას ვერ ვეგუები და ყოველთვის ვაპროტესტებდი უსამართლობას. გიორგი ოკმელაშვილი წინა ხელისუფლების პერიოდში კრიტიკულ საგამოძიებო მედიაში, სტუდია GNS-ში ვიდეო რედაქტორად მუშაობდა. ბოლო წლებში კი სარეკლამო კომპანია ლიმონი დააფუძნა. იგი წლებია ანტირუსული აქტივიზმითაც გამოირჩევა.
2019 წლის 9 მაისს ეგრეთ წოდებული უკვდავი პოლკის პრორუსულ აქციაზე დააკავეს და დააჯარიმეს კიდეც. არ მომწონს აგრესია რა, მაგრამ არის რაღაც მომენტები, როცა მარტო აგრესია გრჩება რა, ანუ რაღაცა პროტესტი იყო მყისიერი ჩემში, ანუ ჩემი პოზიცია ეგეთია, რომ მტერი არის მტერი. ეხლა დღეს 2019 წლის 10 მაისს რუსები არიან საქართველოს მტრევი. დაპატიმრების შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სახლშიც, საიდანაც წაიღეს ტექნიკა და დღემდე არ დაუბრუნებიათ. მათ შორის იყო ბავშვის რადიო ძიძა და მეუღლის კუთვნილი ლეპტოპი. იყო ეს მთელი სახლის მოკლედ გადმონგრევა, ჩხრეკა და მთელი ანგრევა ამ სახლის. აი ბავშვის სათამაშოებში ჩაძვრნენ. ყველა ეს დეტალი დაათვალიერეს, აი წარმოდგენა არ მაქვს მართლა რას ეძებდნენ. არის კიდევ ერთი დეტალი. საქმე ეხება გამიზნულად გახანგრძლივებულ პროცესს, რაც სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას არღვევს. ორთვეში ერთხელ, როდესაც პატიმრობის გადასინჯვის სავალდებულო პერიოდი უწევდა, ჩანიშნავდნენ რამდენიმე წუთიან სხდომას, გადასინჯავდნენ პატიმრობას და ტოვებდნენ ისევ პატიმრობაში ამ პირებს და შემდგომ უკვე დასრულების შესაძლებლობას აღარ აძლევდნენ და ესეც მათ შორის ოკმელაშვილის საქმეა ერთ-ერთი. ცალსახა იყო ამ кейსებში, საია შეფასებით, რომ სასამართლო და ბრალდების მხარე სპეციალურად აჭიანურებდნენ ამ სხდომას, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერ მოესწრო ამ პირების შეწყალება. ქალბატონო ანა, გამარჯობა. სისხლის სამართლის ამ საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილია, რომელიც ოკმელაშვილის საქმის გარდა სხვა დაკავებული აქტივისტების მბრალდებელიცაა. არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენ მასთან ინტერვიუს ჩაწერავთ სადეთ. მაინტერესებს ჩვენება არ იწევს თქვენში ეჭვს. ოხანაშვილის ჩვენება არ იწევს თქვენში ეჭვს, ქალბატონო ანა. ქალბატონო ანა. დამატებითი კითხვებით პროკურატურას მივმართეთ. პასუხად მივიღეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე არ დაეთანხმება სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასებას ან მის არგუმენტაციას, უფლება აქვს მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ახალ წელს რატომღაც ეგონა რომ მოვიდა და არ მოვიდა. გიორგი ოკმელაშვილს სახლში 4 წლის შვილი ელოდება. მას უთხრეს, რომ მამა ახლა ამერიკაშია წასული. მამაშვილს ერთმანეთი თითქმის 9 თვეა არ უნახავს. 2024 წლის გაზაფხულის აქციებიდან დეკემბრის აქციების ჩათვლით სისხლის სამართლის საქმეზე 53 დემონსტრანტი დააკავეს. მათგან 51 ახლაც პატიმრობაშია. 29 იანვარს ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს უახლოეს ვადაში ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. ყველა მიმართულებით აქტივისტი ადამიანების დევნა მიმდინარეობს ამ ქვეყანაში და ხდება მრავალფეროვანი ბერკეტების გამოყენება, ადმინისტრაციული წესით, ისე დაშინება, გვახსოვს მთელი წლის განმავლობაში ადამიანებს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და ასე შემდგომ მოკლედ. და ყველაზე მძიმე არის სწორედ ეს სისხლის სამართლის ბრალდებები, რომელიც აი ამ ტერორის რაღაცა კულმინაციური ესე ვთქვათ ამბავი არის საბოლოოდ. არ აქვს მნიშვნელობა აშავებ რამეს თუ არა. რეჟიმს თუ უნდა მაინც მოვა და დაგიჯერს. ასეთია რუსული მეთოდი. გვწერს ციხიდან ბრალდებული აქტივისტი. ეს არის ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის. სიკეთე კი ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს. საბას ხვიტარიძე, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულება. საკანი 19.